ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიზმრები აქტიურად აჩვენებს დამოკიდებულების ნაწილს. იმ პერიოდში იმ სურვილის რეპრეზენტაცია ხდება სიზმრის პროცესში და ერთგვარი მცდელობა გადამუშავების. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სიზმარი არაცნობიერის კარიბჭეა ერთგვარად და არის ერთგვარი სურვილის დაკმაყოფილების საშუალება. ნებისმიერი სახის, რომელსაც სიფხიზლეში, ჩემი სუპერეგო, ჩემი მორალი ამის უფლებას არ ოცებდა. და იქ შემიძლია ვინავარდო. ოღონდ იქაც კი პატარა ცენზურა არსებობს და მოდის სიმბოლოების სახით. მაგალითად შეიძლება იმ პერიოდში აღმოჩნდა გალიაში. პირობითად ვამბობ და ჩემს წინ რაღაცა სუფრა იყოს გაშლილი. ან მივდიოდეს სადღაცას და იქ სუფრაზე მიდიოდი და მე არ შემოძლოს პირის გახება. ან ხელის გაწევა და ვიждე და ტანჯვას ვუყურო. ესეთი სიზმრები არის. როგორც მაგალითად შეიძლება იყოს სიზმარი, გახსოვთ მულტფილმებში იყო ქართულში, რომ დაფრინავენ საკვებები. იყო ერთ-ერთი მულტფილმი. აი, შეიძლება ხედავდე როგორ დაფრინავენ, მაგრამ არც ერთი ჩემთან არ მოდის. ანუ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არის, იმიტომ რომ რატომ ეს ხო პირდაპირ პროპორციულად ამბობს, რომ ჩვევა არაფერ შუაში არ არის. და რომ საკვები ეს მეტი ან ნაკლები მიღება არაფერ შუაში არ არის. პირდაპირ პროპორციულად ეს არის, რომ საკვები რაღაც სიმბოლოს ათამაშებს ჩემს განცდაში, რომელს იქითაც ვერ გავდივარ. და პლუს ამას თავისთავად ჩვენ არ უარყოფთ ფიზიოლოგიურ ნაწილს. ფიზიოლოგიურ ნაწილს თავისი ფუნქცია აქვს. რა თქმა უნდა, როცა კუჭი გაზრდილია, რა თქმა უნდა, შიმშილი მეტია. და რა თქმა უნდა, დანაყრებაც ნაკლებია. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე სახის ნივთიერებათა დარღვევა, იქ არსებობს ერთგვარი ფიზიოლოგიური პრობლემები. თუმცა მე ობიექტურად ფიზიკურ შიმშილს იმ ხელაზე იწევს, რომ მის გამკლავება არ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამისი მართვა არ შეიძლება.